მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩავკრიტოს, უბრალოდ დრო ამოიწურება, ამიტომ მე უკვე უნდა ჩავთო და ბატონი მიხეილი კიევიდან და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვერდთობა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. ვიდრე კონკრეტულ ასპექტებზე დავიწყებთ საუბარს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გვინდა რომ თქვენ შეაფასოთ უკრაინელი ხალხის გამარჯვების მნიშვნელობა მსოფლიოსთვის ზოგადად და მათ შორის საქართველოსთვის. ამ გამარჯვებას აქვს ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რეგიონისთვის, საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, ის რაც მოხდა არის ის, რომ საბჭოთა კავშირი იშლება ნამდვილად ახლა. საბჭოთა მენტალიტეტი ინგრევა ახლა. რამდენიმე რაღაცა დაინგრა უკრაინის რევოლუციით. დაინგრა პირველ რიგში მითი რუსეთის ყოვლისშემძლეობის. რომელსაც ძალიან ბევრმა ადამიანმა, პოლიტიკოსმა და ბავშვებს ხალხმაც დააფუძნა თავის გადაწყვეტილება ბოლო წლებში, ბოლო ათწლეულებში. პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალებში იყო, რათა უკრაინის ეს რევოლუცია შეეჩერებია. კიევში და უკრაინის უკლებრივ თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოსავლეთში, პუტინი ბოლომდე დამარცხდა. ბოლო კვირებში აქ იყო ნამდვილი დესანტი პუტინის. იყვნენ გენერლები FSB-ს, იყო სურკოვი, რომელიც არის მისი წარმომადგენელი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და რეალურად გადმოამისამართა უკრაინაში და უკრაინაში დასვა კიევში იჯდა პირდაპირ და ხელმძღვანელობდა ამათ მოქმედებებს. იანუკოვიჩი მიცა 2 მილიარდი იმისაც, რომ იანუკოვიჩი განახორციელებია დარბევა და მიცა პირდაპირ ინსტრუქციები. ბატონო მიხეილ, ეს ყველაფერი ჩამოიშალა. თქვენ ამბობთ, რომ აღმოსავლეთშიც არის იმ სისტემის დიახ, თქვენ ამბობთ, რომ აღმოსავლეთშიც დამარცხდა პუტინი. ჩვენ ხედავთ რა ხდება სამხრეთში. რამდენად ხედავთ უკრაინის ორად გახლეჩის საფრთხეს? მე ჯერეთ ყველა იძახოდა რომ აღმოსავლეთში მოხდებოდა. მე ყოველთვის ვამბობდი რომ არ მოხდებოდა. მე კარგად ვიცი რომ აღმოსავლეთ უკრაინას ბოლო წლებში თუ კი რამე მართლა გააკეთა წინა რევოლუციამ იუშენკოს ხელმძღვანელობით და სხვა ლიდერების იყო რომ უკრაინაში ეროვნული მენტალიტეტი გამტკიცდა. აღმოსავლეთ უკრაინაში ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში და ლუგანსკში კი და აღლაპარაკობ ზაპოროჟიეს, სუმში პრინციპში მენტალიტეტი იმის რომ ეს არის ერთ სახელმწიფო დამკვიდრდა ძალიან მყარად. ამიტომ აღმოსავლეთის წაღება რუსეთს არ გამოვა. რაც შეეხება ყირიმს, ყირიმში თავარი პრობლემა არის რუსული სამხედრო ბაზა და რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა. ამიტომ იქ ეს საკითხები რა თქმა უნდა დგას და ახლა რუსები იქ ცდილობენ ზუსტად იმავე სცენარის გაკეთებას, როგორც ცხინვალში და აფხაზეთში თავის დროზე. როგორც ცდილობდნენ აჭარაში, ჩვენ ხო რეალურად აჭარა და ჯავახეთი ცხვირწინა ვაცალეთ რუსეთს. იქაც რუსული ბაზა იყო და 2004-ში, 2005-ში, 2006-ში ზუსტად იგივე სახორციელდა ვარდების რევოლუცია. თუ არა ვარდების რევოლუცია და შემდგომ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმები დღეს აჭარაც დამოუკიდებლად ექნებოდა რუსეთს გამოცხადებული და დამოუკიდებელ ან რაღაც ფორმის ცალკე გამოყოფილი იქნებოდა ჯავახეთი. ჩვენ მოახერხეთ სწორედ დროზე მიუსწარეთ. აფხაზეთს და ცხინვალს ვეღარ მიუსწარეთ, იმიტომ რომ ძირითადი საქმე რუსეთმა მოათავა იქ 90-იანებში. რატო ვამბობ ამას ყველაფერს, რომ ყირიმში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა მაინც ეს სეპარატიზმი და თუ ახლა უკრაინის სახელმწიფო და ამის შესახებ ვეუბნებ ყველა ჩემ მეგობარს და ყველა ლიდერს ხვდები ამ დღეებში, ყოველ საღამოს გვაქვს მათთან ლაპარაკები, გუშ და გუშტი დილამდე ვიჯექეთ რამდენიმე ლიდერთან, კლიჩკოსთან, პეტრო პარაშენკოსთან ვილაპარაკეთ, სხვა ლიდერებს ხვდები ხოლდაზეკ. ყველას უხსნი რომ თუ ახლა სწრაფად იმოქმედეს, ვერც ყირიმში ვერ განახორციელებს თავის მიზეზს რუსეთი, თუმცა დრო აქვს ძალიან შეზღუდული. ბატონო მიხეილ, დასავლეთის რეაქცია როგორი უნდა იყოს და თქვენ როგორ ვთქვით, რა გაკვეთილი გამოიტანა დასავლეთმა თუ გამოიტანა თქვენი აზრით 2008 წლიდან და როგორი იქნება ამჯერად მისი რეაქცია? მე ვფიქრობ, თავარი რაზეც აღარავინ საერთოდ დასავლეთში არ ლაპარაკობს, ხო იყო ხალხი რომ რაღაც ნაწილი საქართველოს ადანაშაულებდა. ის კი არა ქართველი და ხოლმე ზოგ საქართველოს ბრალიო. ეხლა ხო მაინც დარწმუნდით რომ საქართველოს აფეშუაში არ არის. მე 2008 წელს სანამ მოხდებოდა ფართომასშტაბიანი ომი აგვისტოში, ხმამაღლა ყვიროდი და ბევრი ინტერვიუ შეგიძლიათ ამბობთ ნახოთ რომ ეხლა მოხდება საქართველოს, შემდეგი მოხდება უკრაინა, თუ ხელი არ გაანძრიათ. მაშინ ჩათვალეს რომ პანიკერი ვიყავი, მოხდა საქართველო და ხდება უკრაინა. ეხლა უკვე დასავლეთმა დაიწყო უკვე იმათაც კი ვინც ჩვენი მართ სკეპტიკურად განწყობილა ვიღაცა თქვა რომ გიჟი სააკაშვილის ბრალიც არის რაღაცები ეხლა პასხას ყველა ბოდიში ხდის ძალიან ბევრმა მათგანმა ვინც კი ეს თქვა რომ აი ხედავ როგორ ვერ შევაფასეთ სათანადოდ რა მოხდა 2008 წელს
ამიტომ ძალიან ბევრი მითი დაინგრა მათ შორის 2008 წლის ის ნაწილის იმ ნაწილში მითი რომელიც ზოგიერთს მათ ჰქონდა თავის გასამართლებად რატო ბოლომდე არ დაეხმარეს საქართველოს და კიდევ ერთხელ რომ ყოველი შემთხვევაში მითი დაინგრა რუსეთის იანუკოვიჩის სისტემის ეფექტურობის და პუტინის სისტემის ეფექტურობის მითი ინგრევა და საქართველოსთვის ამას არ დღეს ისტორიული მნიშვნელობა ეს ბრძოლა უკრაინელების ეს არის ჩვენი ბრძოლა სამი ჩვენ თანამემამული დაიღუპა აქ მე მინდა სანამ სხვა რაღაცა უბრალოდ მოკლედ თქვა დათო ყიფიანი ესე იგი აი აქ ზუსტად ამ ქუჩის ქვემოთ აქ სადაც ვიდექით გადაძვრა ტყვიების ქვეშ გათიშა აი ეს ბრონიბორი წყალსაცავს დემონსტრანტებს ტყვიების ქვეშ მანა იყო პირველი შევარდა უკრაინულ სახში ეს რასაც მოყობდა ჩემი უკრაინელი მეგობრები მაშინ გაუარა პირველად დასაცმელში ტყვიამ დროშა გამობრიჯა ბერკუტმა ქართული დაიხარა დაუმტვრეს ცხვირპირი და უკან წაიღო თავი ქართული დროშა და ბოლო დღეს ორი ტყვიით მოკლეს აქ და მე წუხარ რომ როდესაც ის საქართველოში ჩაასვენეს რა თქმა უნდა ოფიციალური პირი მას არავინ არ დახვედრია მაგრამ დახვდა ათასობით ადამიანი იმიტომ რომ და წუხარ რომ კითხვები ისვის ბრძოდა რა თქმა უნდა საქართველოს იბრძოდა რა თქმა უნდა საქართველოს ბედიწყება ამ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში ამათ რო კისერი მოუგრიხონ საქართველოს მომავალ საერთოდ იქნება ბატონო მიხეილ როგორ უნდა შეინარჩუნოს უკრაინას ევრომაიდანზე მიაღწია როგორ უნდა შეინარჩუნოს და რამდენად მოახერხებს თქვენ როგორ თვლით ის მთავრობა რომელიც თქვენს თვალწინ ახლა ფორმირებას განიცდის ის ლიდერები ოპოზიციის ლიდერები როგორ მოახერხებენ ამ შედეგის შენარჩუნებას აქ არის ძალიან მაგარი ხალხი მე ვიარე ქუჩებში თქვენ ნახეთ საქართველოს როგორი მაგარი აზრის არის როგორ ხვდებიან ყველგან შეიძლება ნახეთ ტელევიზორში რომ წარმოუდგენ რაღაცა მაგრამ იმიტომ რომ მათ ზუსტად ესმით რომ რა არის მათ მოვიდა რატო ხვდებიან იცით იმიტომ რომ ეხა ყველა ადამიანი ვინც უნდა გააჩეროთ ქუჩაში ვინც ოდნავ მაინც აზროვებს და მართლა რაღაცა გამოცდილება მაინც მიუღია იძახს რომ უკრაინას უნდა საქართველოს ტიპის რეფორმები მე ხა დღეს შევხვდი უამრავ სტუდენტურ ჯგუფს არასამთავრობო ორგანიზაციებს ტელევიზიაზე ჟურნალისტებს ყველა გეუბნება ჩქარა საქართველოსნაირი რეფორმა ჩქარა პოლიციის რეფორმა ჩქარა კორუფციასთან ბრძოლა ყველა უკრაინელი პოლიტიკოსი ამას ლაპარაკობს გახსოვთ ამ ტრიბუნიდან გუშტი თუ ვინმე ნახა რომ გამოიცა წარმოადგენს რომ ამ ხალხმა შეძლო იმის გაკეთება ისი გაკეთება ჩვენ ახლა გსურს უამრავი შემოთავაზებებია მიმართულებით ახლა ამაზე საუბარი უკვე მიდის მათ შორის სწორედ უკრაინის პრესაში და მედიაში არის რომ გააკეთოს სწრაფი რეფორმები ამაზე მიდის საუბარი უკრაინის მედიაში და პრესაში თქვენ ხომ არ აპირებთ ან ყოველ შემთხვევაში ხომ არ ელოდებით შემოთავაზებას მომავალი მთავრობისგან რომ იყოს რაღაც თანამშრომლობა თქვენ შორის გულისხმობ ოფიციალური თანამშრომლობა განიხილება ასეთი საკითხი თქვენ იცით რომ ძალიან პარადოქსული წინადადებებიც იყო მათ შორის მაღალი თანამდებობების დაკარგვის მართლაც მათ შორის ღიათაც და ისედაც ლაპარაკებში მაგრამ რა თქმა უნდა ესეთ გეგმები არ მაქვს მე მეუთხარი მათ რომ ჩემი გული აქ არის იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა აქ არის ჩემი გული აქ არის მაგრამ ეს არის ქართველის გული ჩემი არსებობა ეკუთვნის საქართველოს რა თქმა უნდა და მე დარწმუნებული ვარ თუ ყველაფრით დავეხმარებით ჩევითაც და ყველაფრითაც მაგრამ მათ გასაკეთებას საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებ მათი გასაკეთებელი საქმე ხარ სწრაფი რეფორმები რომ აღარავინ აღარ მოყოლოს ეს გამარჯვება და რო იძახიან რომ ბევრს ლაპარაკობ რომ აი ბევრი ლაპარაკი იყო აი კორუფცია მაგალითად უკრაინაში ნახეთ რა არის ნამდვილი კორუფცია როცა ვიღაცა რაღაც ლაპარაკობს აი ნახეთ როგორ გამოიყურება კორუფცია იანაკოვის მაგალითზე როგორ გამოიყურება კორუფცია ამათი პროკურორების მაგალითზე როგორ გამოიყურება ნეპოტიზმი როცა თავის ნაცისებს ნიშნავენ ყველა თანამდებობებზე როცა გზას უკეტავენ ნიჭიერ ახალგაზრდობას როცა მართლა არის ძალადობა იმიტომ რომ ჩვენ შეგვიქმნა რუსულმა პროპაგანდა იმდენი მითი ბოლო თვეებში და წლებში რომ აი კორუფცია იყო აი თურმე ძალადობრივი მთავრობა აი ძალადობრივი მთავრობა აი კორუფცია სად იყო ასე გამოიყურება ამ ეს ხალხი სულელი არ არის და ტყუილი არის და ხო საქართველოს მაგალითი გვიდა. ბატონო მიხეილ, მე მინდა დავაკონკრეტო თქვენ და თქვით რომ ეს სკანდალური თანამდებობებიც კი გაჟღერდა, რომელიც თქვენ შემოგთავაზეთ, შეგიძლიათ გითხრათ რა თანამდებობებზეა კონკრეტულად საუბარი, იყო თქვათ საუბარი შესაძლო კონსულტაციაზე, კონსულტანტად მუშაობაზე თქვენი მხრიდან თუ რაღაც მაღალ თანამდებობაზე, ოფიციალურ თანამდებობაზე. იყო დაწყებული ოფიციალური თანამდებობიდან, მაღალი ოფიციალური თანამდებობიდან და ყოველგვარი ხუმრობების გარეშე და რომელი კონკრეტულად ჩემს მაგ ყოველ დღესაც ვარ ბოლო კვირე მე არ მინდა ხარ ეს ბოლო კვირეებში ყოველ დღე რევოლუციის დროს ველაპარაკებოდი პრაქტიკულად ყველა ლიდერს ნუ ახლა ტიმოშენკო ციხეში იჯდა და ვერ დაველაპარაკებოდი თითქმის ყველა სხვას
ყოველდღე და ღამე ველაპარაკებოდი ამერიკიდან. ჯერ დეკემბერში ჩამოვედით მათხოვეს ჩამოსვლა. ჯერ გამოვიარე ბრიუსელში და ვარშავაში რამდენიმე დღე გავატარო შემაგროვებები ევროპარლამენტარის პირველი დელეგაცია რომელიც მას ჩამოვიყვანეთ. მე იულიანკოვიჩს თავრობა გამომაცხადა პერსონა ნონ გრატად პირველი ვიყავი ამ სიაში. მე აქ დავიმატეს სენატორი მაკეინ რომელიც სხვაჩოს ასევე ჩემი თხოვნით ჩამოვიდა სხვა სენატორებთან ერთად მაშინ. შემდეგ უკვე ვეღარ ჩამოდიოდი აქ, მაგრამ მიუნხენში მთხოვეს მათ ჩასვლა და ჩავაკითხე მიუნხენში ქონდა 2 დღიანი შეხვედრები და მათ შორის ერთი ღამე მთლიანად ვიჯექდი პირველ ღამეს როცა ჩავედი, ბევრი ვილაპარაკეთ. პრინციპში რაზეც მოვილაპარაკეთ, პრაქტიკულად ბევრი რაღაცა ასე განხორციელდა. ძალიან ხარტია ჭკვიანი ხალხია, ზოგიერთ მათგანს ვიცნობ თითქმის ბავშვობიდან. ბატონო მიხეილ, მე ამჟამად მინდა გავახსენებ მათთან მუშაობას. კიდე კარგი ამჯერად შევაშე. სხვაჩოს მინდა გითხრათ, პარადოქსი არის ის, რომ უკრაინის უსაფრთხოების უფროსა დანიშნე ჩემი მეგობარი ვალენტინ ანდივანჩიკო და ჩემი თვითმფრინავის დაჯდომამდე 15 წუთი ადრე მივიღე ნებართვა რომ შემოსულიყავ უკრაინაში. როცა ავფრინდი, როცა მოვდიოდი, ვიცოდი რომ არ მქონდა ნებართვა, მაგრამ ამის უკვე რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა, რომ შემოვეშე, მაინც განმოვიდოდი აეროპორტიდან გამოახცეთ. ბატონო მიხეილ, ტიმოშენკოს დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში როგორ შეცვლის სურათს თქვენ როგორ თქვით უკრაინაში? განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერების თვალსაზრისით. ვინაიდან ჩვენ ვიცით რომ ზოგადად ოპოზიცია არ არის ერთიანი უკრაინაში. თქვენ იცით რომ იულია ტიმოშენკოსთან მე მაკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა და ურთიერთობა. 2004 წელს პირველი ოფიციალური ვიზიტი მან განახორციელა პრემიერის რანგში საქართველოში. პუტინმა ამაზე სხვა შორის პორნოგრაფიულ ფილმიც გადაღებია ჩემს და იულიაზე თუ გახსოვთ. და ძალიან ნერვიულობდა. შემდეგ მეორეჯერ ვარ დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. პირველი ოფიციალური კონტაქტი ჰქონდა ისე ჩემთან და საქართველოსთან. და არჩევნების წინ 2000 წლის მან გთხოვა დახმარება. ჩვენ გავაგზავნეთ ბევრი ჩვენი მრჩეველი და დამკვირვებელი მათ არჩევნებზე. გავიგე რომ საქართველოში გავიგე ეს უკვე გავიგე უკრაინაში მითხეს უკვე იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები დაინიშნეს სამართალდაცვა სტრუქტურებში რომ საქართველოს მთავრობამ თუ პროკურატურამ გამოითხოვა მონაცემები იანუკოვიჩის დამხობამდე 3 დღით ადრე თუ როგორ გავაგზავნეთ ჩვენ დამკვირვებლები უკრაინაში და ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული მე მგონი ბილატრალ მე არ ვერევი ქართულ პოლიტიკაში ეს ძალიან სასაცილო და ძალიან სავალალოა და მაგრამ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობები მაქვს იულია ტიმოშენკო დაბრუნდა სხვა უკრაინაში ციხიდან ის იყო ციხეში პოლიტიკური ბრალდებით რა თქმა უნდა მოგოლი ბრალდებით ეს არის ნათელი მაგალითი იმისა სხვა შორის რომ არც ოლიგარქი უკრაინაში არის 30 ოლიგარქი იანუკოვიჩი ქონდა მინიმუმ 15-20 მილიარდი დოლარი ახმეტოს აქვს ბევრად მეტი 30 ოლიგარქია იყო უკრაინის იუშენკო უბრალოდ იანუკოვიჩის ხართ არც ოლიგარქიულმა ფულმა უშველა არც პროკურატურამ უშველა და არც რუსეთმა უშველა ყველასთვის ეს გაკვეთილი უნდა იყოს რაც მოხდა აქ იულია გამოვიდა გარეთ მაგრამ ეს არის ახალი ქვეყანა ნიჭიერი ხალხია ძალიან მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ძალიან ბევრი ახალი ლიდერი გამოვიდა და რაც თავარი ლიდერები დღეს განან ქუჩაში ძალიან ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მე ამ ხალხთან ურთიერთობ ხოჭოს ურთიერთობდი ამერიკიდან ბოლო კვირებში Facebook-ი ძალიან აქტიურად და დღეს შევხვდი იმ ხალხს ვისთანაც ურთიერთობთ Facebook-ად და იდანად მომხიბვლელი საინტერესო ახალგაზრდობა რომ ამ ხალხმა ზუსტად იცის რა უნდა ეს ხალხი აიძულებს თავის ლიდერებს გაატარონ ნამდვილი რეფორმები მართლა შეცვალონ როგორ მუშაობს პოლიცია მართლა შეცვალონ როგორ მუშაობს საგადასახადო სამსახურები მართლა აიძულონ რომ აღარაცოდეს თავრობის წევრები აღარ გამდიდნენ და არ აიშენონ სასახლეები და მართლა 40-40 და 50-50 მანქანები მათი ნაცისები არ გამდიდნენ ოფშორული ანგარიშები არ გახსნა სადმე ხალხი ზურგს უკან და ეს ყველაფერი აქ მოხდება იმიტომ რომ ყველა მათგანს იულიასაც კლიჩკოსაც ჩემ მეორე მეგობარს პარაშენკოს ჩემ თავიზორზე ინსტიტუტის მეგობარს ყველა მათგანს მოხდება თამაშის ახალი წესებით ჩვენ გვესმის ახალი საინტერესო ლიდერები გამოჩნდა იმიტომ რომ ხალხი ერთი ინციდენტი არ მოხდა ისე დისციპლინა ჰქონდათ ისეთი აღმაფრენა ჰქონდა ჩვენ გვესმის ბატონო მიხეილ სწორედ რომ გამბედაობა ჩვენს უკან ახლა მაიდანია და ჩვენ გვესმის კიდევაც რომ ამ წუთებშიც გრძელდება იქ სიმღერის ხმაურის ხმა გამოსვლების ხმა ისმის როდესაც თქვენ საუბრობთ ამ მოვლენებზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით განვითარებულ მოვლენებზე უკრაინაში და კონკრეტულად კიევის ქუჩებში ბევრი ადამიანი ამბობს რომ თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება ამ საკითხებზე საერთოდ ისაუბრობთ ვინაიდან თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში ჰქონდა ადგილი ნოემბრის მოვლენებს 26 მაისს და ამ აქციების დაშლას. პარალელებს ავლევენ ისინი ამ აქციებსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შორის. თქვენ გონია უკრაინელებმა არ იციან რა ხდებოდა საქართველოში და თუ მართლა ესე არის, რატო ხდება 10,000-ობით უკრაინელი და 100,000-ობით
ისე როგორც ხდება. რატომ არის ესეთი ხარდაჭერა საქართველოსადმი და კონკრეტულად ჩვენი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები? მე ვისაუბრე ამას საქართველოში ამბობენ და ვისაც არ ესმის აუხსე. მოდით, ვისაუბროთ, მოდით ახლა. მოდით, მე ძალიან მწუხარ რომ 2007-ში და სხვა პერიოდში საქართველოს ადგილი ქონდა ძალადობას. ძალიან მწუხარ და ძალიან განვიცდი ამას. 2007-ში და 2011-ში არავის არ გაუსროლია და ცეცხლსასროლი თუ რაღაც სხვა ფორმით არავინ არ დაღუპულა. დაიღუპა უბედური შემთხვევა იყო და პლუს რაც იყო, კარგად გახსოვთ 26 მაისს. მაგრამ ნოემბერში როცა მოხდა ეს 2007-ში, მე გადავდექი ხალხო. წელიწად ნახევარი შემომცირე ჩემი ვადა ზუსტ და მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქი აფინანსებდა იმ აქციებს და მაგრამ იყო ბევრი სხვა რამე ის გამოცხადდა ხუჩაში გამოდა გილგურიანის ისტორია რეფორმები მტკივნეული ბევრი ადამიანი უშევარი დარჩა და სწორედ ამის გამო რომ მარტო ის კი არ იყო რუსული კომპონენტი იყო სხვა კომპონენტებიც მე თქვი რომ მე გადავდექი აწი უკვე ხალხმა გადაწყვიტოს უნდა ვიყო კი არა კიდევ პრეზიდენტი წელიწად ნახევარი ჩემი ვადა გადიოდა ერთი თვის წინ თუ თვენახევრის წინ შევიმცირე ეს ვადა შეგნებულად და წავედი ხალხისთვის ახალი მანდატის მიცემაც ხო მოდი სკლეროზი თუ არა გვაქვს ესე იყო ხო მახსოვრობა ხო უნდა დავკარგოთ და რაც შეეხება მაგრამ 26 მაისს მოწყობილი იყო ეროვნულ დღესასწაულის შაშას პუტინის ფულით პუტინის ინსტრუქციით ისე როგორც 2000 რაც შეეხება 2007-ს 3 თვით ადრე და მე ეს ისტორია ესე დეტალურად შეიძლება ადრე არ მომიყოლია ერთ-ერთმა დსთ-ს ლიდერმა მითხრა როგორ უთხრა მას პუტინმა რომ პატარკაჩვილი იქნებოდა არეოდა საქართველოს სიტუაციას ერთ-ერთი დსთ-ს დედაქალაქში შედგა შეხვედრა პატარკაჩვილსა და ორ FSB-ს გენერალს შორის რამდენჯერმე და შემდეგ უკვე ფედერალურ გამოძიების ბიურომ გამოგვიგზავნა ნოემბრამდე ერთი თვით ადრე ოფიციალური შეტყობიდან მაშინ შესაძლოა შეიძლება ნახოს არქივში თუ აქვთ რომ რამდენიმე FSB-ს გენერალი და მათ შორის კანონიერი ქურდები უსოიანი და კიდე 1-2 ჩამოსულიყო ერევანში რათა დახმარებოდნენ ამ ადამიანს საქართველოში არეულობის მოწყობაში. ასე რომ მარტივად არ იყო ხალხი ბევრი გამოვიდა ქუჩაში სამართლიანად. მაგრამ იყო სხვა კომპონენტები და ის ვინც უკრაინაში დაავალა არევა იანუკოვიჩი ზუსტად იგივე ხალხი გვეწყობდა საქართველოში არეულობას. ვინც უკრაინაში გაასროლია ზუსტად იგივე მოაწყო პროვოკაციები საქართველოში. სხვა საკითხია სწორად ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებდა თუ არა ჩვენი მთავრობა. უნდა უფრო თავშეკავებული ყოფილიყო თუ უფრო მკვეთრი პირიქით. ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ჩვენ ვიცავდით საქართველოს თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ვიცავდით პუტინის თავზე ხელაღებული შემოტევებისგან და ეს ხალხი იცავს თავისუფლებას პუტინისგან ასე რომ რა თქმა უნდა უკრაინელებმა იციან რომ ჩვენ ერთ მხარეს ავართ ბარიკადებს და იმედია რომ ქართველებსაც ეს აღრევა არ მოუვათ შეგვიძლია ვაკრიტიკოთ ერთმანეთი არ დავეთანხმოთ ერთმანეთს მაგრამ ნუ გავაკეთოთ ჩვენ მტრის საქმეს იმიტომ რომ დღეს აქ წყდება საქართველოს ბედი და საქართველოს ბედი დარწმუნებული წავაკარგა მოხდება დიდი შემოbrunება მაშინ უკრაინაზე ლაპარაკი თუმცა წინალი თული კვირებია თვეებში ბატონ მიხეილ ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა რომ ხაზინა უკრაინის ფაქტობრივად ცარიელია და დეფოლტის წინაშე დგას უკრაინა რა უნდა მოქმედოს შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რომ უკრაინა უკან არ წავიდეს და შეინარჩუნოს ეს შედეგი რაც მიაღწია რასაც მან მიაღწია 2004 წლის იანვარში როცა პირველად ამირჩიეს პრეზიდენტად საქართველოს იყო ბევრად უარეს ფორმაში ვიდრე უკრაინა არა მხოლოდ არ ქონდა ფული არა და ხელფასებს ვერ ვიხდი ამაზე ნაკლები ფული ქონდა ბევრად არამედ არ ქონდა დენი და იყო სრული კატასტროფა ბანდიტის თვალსაზრისით ამ ხე უკრაინა უკეთეს ფორმაში შევიდა ჩვენ ვიყავით 2004 წლის იანვარში ამათ ბევრად უფრო ჩქარა მიცემ ჩვენ ფული პრაქტიკულად არავინ არ მოგცა რაღაც კაპიკებს ვერ გავითვალეს ამათ მიცემენ ახლა ბევრ ფულს მაგრამ ბევრ ფულში არ არის საქმე აქ არის ახლა თავარი სწრაფად დაიწყო რეფორმები ამისკენ მოუწოდეთ მე მათ მუდმივად სწრაფად დაწყებული რეფორმები ამათ უცებ მოუტას წესრიგს პროგრესს და რაც თავარია შეაჩერებს სეპარატიზმს იმიტომ რომ როგორც ყიმერელები დაინახავენ ახლა ყიმერელებს რა ჩვენ ქონდათ აქამდე კორუმპირებულ იანუკოვიჩის თავრობას შორის და ოლიგარქიულს და კორუმპირებულ ოლიგარქიულ რუსეთს შორის ეგივე არჩევანი ქონდა შევარდნაძის ბევრ ქართველს ხო კატასტროფას შორის და რუსულ კატასტროფას და ქართულ კატასტროფას შორის მაგრამ როგორც უკრაინა დაიწყებს წინსვლას ყირიმელებიც წაყვებიან უკრაინის სახელმწიფოს რა თქმა უნდა არც ერთ ყირიმელს არ უნდა არც ერთ ყირიმელი არ ამჯობინებს ძირგამომპალ რუსეთს პუტინს რომელიც რეალურად მართლა ეხა ძალიან მძიმე დღე დაუდგა უკრაინის მოვლენებთან არ ამჯობინებს ევროპაში ყოფნას მე დარწმუნებული ვარ ევროპელებიც გამოფხიზდებიან დარწმუნებული ვარ აქ წამოვა ახლა სერიოზული თანხები მაგრამ თავარი ამათ თვითონ ახლა დროზე რაღაცნაირად შეთანხმდნენ რომ დაიწყონ წინმოძრაობა და მე მართლა მიმაჩნია რომ ეს ხალხი ყველაფერს შეძლებს ძალიან მაგარი ხალხია გაბედული ხალხია მე ესეთი გაბედულება
მარტო წიგნებში წამიკითხავს რაც დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. ქართველები ძალიან მაგარი ხალხი ვართ, მაგრამ ესენ დიდი ერია და ამ დიდმა ერმას მოახდინა სასწაული. ამიტომ ჩვენ მათ უნდა მათ წინაშე მოვიხაროთ ქედი და მათი გამარჯვება იქნება ჩვენი გამარჯვება. მათი თავისუფლება. ჩვენ როგორც ჩვენ გასწავლობდნენ 100 წლები და იმეორება, όσο თქვენ გასწავლობთ, 10 ჩვენს ბევრი რაღაცა უნდა გადავიღოთ მათგან და ერთად წავიდეთ თავისუფლების. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, ჩემს ბოლო შეკითხვაზე შეგიძლიათ მოკლედ მიპასუხოთ, ხომ არ აპირებთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც თქვენ ახლა ცხოვრობთ, უკრაინაში გადმოსვლას საცხოვრებლად ამ ეტაპზე. კიდევ ერთხელ მეორე. მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება, რომ ამერიკაში წავსულიყავ ბევრი მიზეზის გამო საქართველოსგან ამ დროებით. ბევრი მიზეზია და თავის დროზე ამაზე ღიად ვილაპარაკებ. გავაკეთე ეს არაპირადი მოტივებით. თუმცა რა თქმა უნდა, მინდა აქტიური საქმე და მე ვერ დავშდებოდა პენსიონერებს ვერ დავიჭერე, ვენახის გასხვრით ვერ დავიკავებდი თავს. და მივიღე გადაწყვეტილება, ბევრი ჩემი მეგობარი ახლობელი, რომელიც ძალიან მენატრება, ჩემი ქვეყანა, რომელიც ძალიან მენატრება ყველა მართლა უჯრედით, დროებით დამეტოვებია. მაგრამ ეს იმისთვის არ გავაკეთე, რომ სხვა ქვეყანას მიუძღვრა ჩემი ცხოვრება. მე ძალიან მიყვარს უკრაინა. მიყვარს უკრაინა და მათი კულტურა ჩემთვის ძალიან მახლობელია. უკრაინულად მე დღეს უკვე რუსულზე უკეთესად ლაპარაკობ, იმიტომ რუსული ცოტა დამავიწყდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მე ვარ ის ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც განსხვავებით წარსული ქართველი პოლიტიკოსებისგან, ჩემი ცელი ცხოვრება და კარიერა გავაკეთე საქართველოში. არა ისე რომ მე ვიყავი ვიღაცის მინისტრი, მე ვიყავი თუნდაც ვიღაცის წამყვანი თანამდებობის პირი. საქართველოში გავაკეთე. პირველად ჩვენ შევქმნით დამოუკიდებელი ქართველი პოლიტიკა და დამოუკიდებელი ქართველი პოლიტიკა ქმნის სოფლიო რაღაცა, სოფლიო ცნობადობის ლიდერებს. მათ შორის მეც მაგ ამაში წვილი, ხო? ამიტომ მე ნამდვილად არ მინდა ეს გავცვალოთ, თუნდაც ჩვენზე 10 დიდი ქვეყნის, 10 ჯერ დიდი ქვეყნის მნიშვნელოვან ფიგურობაზე. ეს ქვეყანა ჩემს მახლობელია, მნიშვნელოვანია, მას უსურვებ წარმატებას, მაგრამ ჩვენი ფუნქციაა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის უკვე გავაკეთეთ ბევრი რაღაცა, იმით რომ ყოველდღე დღეს ყოველი ნორმალური კიეველი ქუჩაში გეტყვით, რომ ჩვენ სწავლობთ საქართველოსთან. მოდით ახლა საქართველოს მივხედოთ ყველა ერთად და მე დაწურებულია ჩვენ ამას ყველა ერთხელ შევძლებთ. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. სიგნალები არის დროებითი. საქართველოს აუცილებლად წავა წინ და აუცილებლად გადაახავს ყველაფერს და ჩვენ ბევრად უფრო მაგრად მდგომარეობაში აღმოჩნდებით უახლოეს წლებში და დიდი მადლობა უახლოეს მომავალში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გვერდებოდა კიევიდან პირდაპირ